შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს, რა მთავარი მიღწევები გამოიკვეთა ახალი მთავრობის სამწლიანი მუშაობის პერიოდში და რა გამოწვევებია სექტორში. თემაზე ეკონომისტრი სტუმარია შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე. ბატონ ზაზა, მოგესალმებით. მოგესალმებით. ანუ ზაზა, შეიძლება უკვე ითქვას, რომ სამწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამება პრაქტიკულად მიმდინარეობს. საბიუჯეტო თანხების ყველაზე მეტი მხარჯველი სწორედ თქვენი სამინისტროა. საინტერესოა, რამდენად ეფექტურად იხარჯება გადასახადების გადამხდელთა სახსრები, რა მიღწევები აქვს სამინისტროს ახალი მთავრობის მმართველობის პერიოდში და რა პრობლემები იკვეთება, როგორც ახლო ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მართლაც სამინისტროს სამწლიანი ანგარიში საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი იწვევს, რადგანაც ბევრ მიმართულებას ეხება. დავიწყოთ იმით, თუ რა გაკეთდა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამების წარმოგიდგენთ, ეს გახლავთ მსოფლიოში უპრეცედენტო C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. დღეისათვის პროგრამაში უკვე ჩართული არის 4500 პაციენტი და დაგეგმილი არის ასევე უახლოესი პერიოდის განმავლობაში დამატებით 20000 პაციენტის ჩართვა. შედეგები ძალიან დამაიმედებელია და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს თითქმის 100%-იან განკურნებასთან პროგრამაში ჩართული პაციენტებისათვის. ბუნებრივია, დღეისათვის ჩართული არის მძიმე ფორმით შეპრობილი ავადმყოფები, ხოლო შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდება შედარებით იოლი ფორმით შეპრობილ პაციენტებსაც. გარდა ამისა, მინდა ერთი სიახლე გავუწყოთ, დაგეგმილი არის ასევე უახლოეს მომავალში რევოლუციური პრეპარატის, კიდევ უფრო ახალი თაობის პრეპარატის ჰარმონის შემოტანა საქართველოში, რომელიც უკვე დარეგისტრირდა ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. იცით, რომ ეს პროგრამაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ფუნქციონირებს. მხოლოდ ერთ წელს დაგისახელებთ, დაახლოებით 1,800,000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. ეს გახლავთ საკმაოდ დიდი რიცხვი და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ამ შემთხვევაში პაციენტებმა ისარგებლეს სახელმწიფოს დახმარებით. ანზაზა, თქვენ ახალი პრეპარატი ახსენეთ, რაც შეეხება პრეპარატის ფასს, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ის მოსახლეობისთვის და გაუწევს თუ არა სახელმწიფო დახმარებას ამ მხრივ მოსახლეობას? ამ პრეპარატის ღირებულება, ერთი კურსის ღირებულება გახლავთ დაახლოებით $100,000-მდე, სხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფასი არის, მაგრამ დაახლოებით გეუბნებით, საქართველოში პრეპარატის ღირებულება გახლავთ 0, ეს გახლავთ აბსოლუტურად უფასო პროგრამაში ჩართული პაციენტებისათვის, ასე რომ ბუნებრივია, რომ ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის. გასაგებია. ბატონო ზაზა, ანალიტიკოსების მხრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სახლდება თქვენი და ზოგადად ახალი მთავრობის მთავარ მიღწევადაც კი, თუმცა არსებობს ხარვეზებიც და მეთანხმებით ალბათ სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯები მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდება. 2013 წელს მაგალითად პროგრამის დაფინანსებამ $70 მილიონი შეადგინა, 2014-ში $200 მილიონი განისაზღვრა, წელს კი $470 მილიონი. თუმცა შარშან თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და ჯამში $338 მილიონი დაიხარჯა. რატომ ვერ ითვლება ბიუჯეტი თავიდანვე და ხდება საჭირო მისი კორექტირება განსაკუთრებით წლის ბოლოს? ისეთ ერთი კორექტივი უნდა შევიტანოთ ამ ციფრებში. ეს გახლავთ ოპონენტების მიერ გავრცელებული საკმაოდ მცდარი მოსაზრება. მინდა დავიწყო იმით, რომ 2013 წელს პროგრამა მთელი მასშტაბით არ ამოქმედებულა, აფინანსებდა მხოლოდ ბაზისურ სერვისების მცირე რაოდენობას. 2014 წელს პროგრამა გაიშალა, მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ სახელმწიფოს მიერ ხდებოდა ამ პროგრამის მხოლოდ ნაწილის ადმინისტრირება. სწორედ იმ $200 მილიონი, რაც თქვენ ბრძანეთ, ხოლო ნაწილი ფინანსდებოდა კერძო სადაზღვევო კომპანიების მეშვეობით, რომლებიც ჩვენი აზრით დამატებით რგოლს წარმოადგენდნენ სახელმწიფოსა და პაციენტ შორის. ეს იყო სახელმწიფო სახსრები, რომლებიც შემდეგ გადაეცემოდა კერძო სადაზღვევო კომპანიებს და შემდეგ უკვე კერძო სადაზღვევო კომპანიები ახორციელებდნენ უშუალოდ პროგრამის ადმინისტრირებას. ასე რომ ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ ნაწილი აღწევდა უშუალო მიზანთან პაციენტის მკურნალობასთან. დღეისათვის ეს პროგრამა მთლიანად გადმოსული არის სახელმწიფო პატრონაჟის ქვეშ. ცხადია, რომ შესაბამისად პროგრამის დაფინანსებაც იზრდება და მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას თითქოს ხარჯები დიდი გახლავთ. ამისათვის საკმარისი არის გადავალოთ საერთაშორისო გამოცდილებას თვალი. მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2,1% არის დღეს გამოყოფილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისათვის. მაშინ, როცა ანალოგიური პროგრამები სხვა ქვეყნებში მოითხოვს სულ მინიმუმ დაახლოებით მთლიანი შიდა პროდუქტის 5-6%.
ამიტომ თუ ამას შევადარებთ ერთმანეთთან, ნახავთ რომ საკმაოდ ეფექტურად იხარჯება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები და ამ მხრივაც ჩვენ პრინციპში სასაყოველთაო არაფერი არ გვაქვს. გასაგებია ბატონ ზაზა, ექსპერტები საყოველთაო ჯანდაცვის მთავარ გამოწვევად ფინანსურ რისკს ასახელებენ, რადგან ბაზრის უმეტეს ნაწილს სახელმწიფო იკავებს და ფინანსურ პასუხისმგებლობაც მასზეა. საერთაშორისო გამჭვირვალობის ბოლო კვლევის მიხედვით მინიმუმ 1,5 მილიონი ზრდასრული მოქალაქე მზად არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ფინანსური ტვირთი სახელმწიფოსთან ერთად გაინაწილოს. ხომ არ ფიქრობთ, საყოველთაოს ნაცვლად დიფერენცირებული მიდგომაზე დაიწყოს მუშაობა? დავიწყოთ შეკითხვის პირველი ნაწილი, როდესაც თქვენ ბრძანებთ, რომ მთლიანად იკავებს ამ სეგმენტს სახელმწიფო, ეს ასე არ გახლავთ. მინდა გითხრათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამუშავებამდე დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი იყო დაზღვეული კერძო სადაზღვევო სექტორში, გულისხმობ კორპორატიულ დაზღვევას და უშუალო დაზღვევას. დღეისათვისაც ეს ციფრი არ შეცვლილა. დაახლოებით 9 მილიონამდე ადამიანი დღეისათვისაც კერძო სადაზღვევო კომპანიებში არის დაქვეითებული. ასე რომ სეგმენტის მთლიან მონოპოლიზირებასთან სახელმწიფოს მიერ აქ ადგილი არ გვაქვს და არ შეიძლება ამაზე საუბარი იყოს. ეხლა რაც შეეხება იმას, დიფერენცირების საკითხებს, თუ როგორ მიუდგეთ ამას ყველაფერს, ბუნებრივია ამაზე ვმუშაობთ, ეს არ გახლავთ მარტივად გადასაწყვეტი საკითხი, ეს არ გახლავთ ერთი ხელის მოსმის გადასაწყვეტი საკითხი, გარკვეული მოსაზრებები ამ მხრივ არსებობს და მთავრობა ამ მოსაზრებებზე მსჯელობს. რაც შეეხება პროგრამის პრობლემებს, ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მთავარი პრობლემა მედიკამენტების დაფინანსება, რომელიც მთლიანად ბენეფიციარებზე მოდის, არის და სწორედ წამალია მკურნალობის ხარჯების 50-60%. გასული თვის ბოლოს მინისტრმა განაცხადა, რომ წამლის საფასურის თანადაფინანსებაზე მიდის მუშაობა. თუ უნდა ველოდოთ ამას 2016 წლიდან და თუ შეგიძლიათ უკვე სუბსიდირების დეტალები განხილოთ? მინდა გითხრათ, რომ სოციალურად დაუცველი ჯგუფებისთვის, რომლებზეც მოქმედება და ძირითად წამლებზე ფასდაკლება, დღესაც მოქმედებს ეს ფასდაკლება, ასე რომ ამ მხრივ რაიმე უარესობისკენ არ შეცვლილა, პირიქით მიმდინარეობს მუშაობა ამ პროცესის, ესე ვთქვათ, გასარვითარებლად. საუბარი არის ორგვარ მიდგომებზე, ერთი რაც თქვენ ბრძანეთ, ესე იგი პროგრამაში უშუალოდ მედიკამენტების ჩართვა, მაგრამ არსებობს მეორე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულება, ეს გახლავთ ძირითად მედიკამენტებზე ფასების გაიაფება. აი ახლა მიდის სწორედ მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ 400-მდე ახალი მედიკამენტი დაარეგისტრირდეს და ეს პროცესი დაწყებულია საქართველოში და ამ მედიკამენტებზე ფასები მინიმუმ 30%-ით ნაკლები უნდა იყოს საბაზრო ფასებთან მიმართებაში. გასაგებია ბატონ ზაზა, წამალს კერძო სექტორი ყიდის და როგორ აპირებთ ამ ფასების დაწევას, რა მექანიზმებით აპირებთ ამ ყველაფერს? მხოლოდ და მხოლოდ კონკურენციის პრინციპით და აქ არ უნდა დაუშვათ მონოპოლიზაცია ამ ბაზარზე. გასაგებია, მედიკამენტების ბაზარზე კონკურენციის გაზრდის მიზნით სწორედ მიმდინარე წლის შემოდგომიდან ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა იგეგმება. თუ შეიძლება უკვე ვთქვათ, რომელ კომპანიებზეა საუბარი და როდის შემოვლენ ეს კომპანიები? დეტალებზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევი არის, სახელმწიფოც გარკვეულწილად დაარეგულირებს ამ პროცესს, აი დღეს ამის ხმა შემიძლია, ხოლო თუ ვინ იქნება ძირითადი მოთამაშეები, ამას ისევ და ისევ გვიჩვენებს ბაზარი. გასაგებია და ბოლოს რაც შეეხება შრომის ინსპექციას, რომლის შექმნაც ასე გაჭიანურდა, რა ეტაპზე არის ეს საკითხი? არა, არ გაჭიანურებულია ეს პროცესი დაიწყო, შექმნილი არის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უკვე ჯანდაცვის სამინისტროში, მონიტორებმა, შრომის პირობების მონიტორებმა დაიწყეს უკვე მუშაობა, ასე რომ ეს პროცესი მიმდინარეობს, დაწყებული არის და კიდევ უფრო მეტად განვითარდება უახლოესი თვეების განმავლობაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობდით ჩვენს გადაცემაში. ზაზა სოფრომაძე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო, ეკონომისტური სტუმარი, ახლა კი ლარის ოფიცი